მრავალფეროვანი როდესაც არის ადამიანის ცხოვრება, მაშინ უფრო ცხოვრება სასიამოვნოა და ბედნიერებას განიჭებს. მასწავლებელი ვარ, მაგრამ სანამ სკოლისთვის გავემზადები, მანამდე დილის რუტინაში ვებმები. მარტო მე არა, რა თქმა უნდა, ყველა ერთად ვაკეთებ და მერე მივდივარ დიდი სიხარულით და სწრაფი ნაბიჯებით სკოლაში. ბავშვებთან რო ხარ და რო ხედავ, რომ ესეთი განათებული თვალებით გიყურებენ, მაშინ შენს ბედნიერი ხარ. ცხოვრება რთულია. კიბესავით ხან მაღლადი ხარ, ხან ქვემოთ ჩამოდიხარ, მაგრამ ძლიერი უნდა იყო. რომ ღირსეულად განვლო ის გზა, რაც ღმერთისგან არის ბოძებული შენთვის. ოცდაერთი წლის ვიყავი, როდესაც სოხუმიდან წამოვედი იძულებით. მე თვითონ სვანი ვარ, მაგრამ არასოდეს ამ კუთხეში არ ვყოფილ ვარ. ქორწილის დღეს მოვხვდი პირველად სვანეთში. წარმოუდგენელია ამაზე მეტი სირთულე შეგხვდეს ადამიანის ცხოვრებაში, სადაც დაიბადე, გაიზარდე, ის კუთხე რო გაქვს დასატოვებელი და თან ესე შენი ნებით კი არა უკნიდან გესვრიან, სიცოცხლის საფრთხე არის. ახლობლები, მეგობრები ბევრი დაკარგე და შენ გარბი ხარ სადღაც, რომ თავი გადაირჩინო. შიში იმისა, რომ შენ ახლობლებს რაღაცა დაემართებად, იმდენად ძლიერია და იმდენად წარმოუდგენელია, რომ ეს მართლა სერიოზულად ხდება და შენ ტოვებ შენს კუთხეს სამუდამოდ, საერთოდ არ განიხილებოდა. რა თქმა უნდა, ნოსტალგია, რა თქმა უნდა, იმისი დარდი, რომ აი ჩვენი სახლი, ჩვენი კუთხე, რა გვეშველება, რა როგორ იქნება, მაგრამ იმედიანად ვიყავით. აი დღემდე ერთი წუთი არ მეპარება, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად კარგად იქნება. ბევრჯერ მიფიქრია, აფხაზეთში დაბრუნება რო იქნება, როგორ მოვიქცევი. ზღვისკენ გავიქცევი. ჩვენთან სხვანაირი ზღვა იყო. ეს შეიძლება მეჩვენებამე, მაგრამ ის კუთხე, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, ჩემთვის განსაკუთრებულია და მით უმეტეს, რომ დაკარგულია დღესდღეობით, მაშინ უფრო გამძაფრებულია ეს სიყვარული. ზღვა, ჩემი დიდი სიყვარული არის ზღვა. შინაგანად რაც ხარ, ის არ იცვლება. არ აქვს იმას მნიშვნელობა, გარემო როგორი არის. სიძნელები პირიქით გაძლიერებენ და გაძლევენ იმის უნარს და საშუალებას და გამოცდილებას, რომ უფრო მეც მიაღწიო და პრობლემები გადაჭრა. სადაც სიყვარულია, იქ არაფერი არ არის რთული. როდესაც გავთხოვდი, აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დავინახე ერთი ბიჭი, მოვიხიბლე და აღმოჩნდი სვანეთში. ჩემ მეუღლეს მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ასე ძალიან ახლოს არა. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. და მე ასე ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი. არ ვნანობ ერთი წუთითაც მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა ყოფილიყო. ადამიანი თავის რაღაც გარკვეულ პერიოდს რომ იცხოვრებს, თუ შედეგი არის ისეთი, როგორიც შენ გულს გიხარებს და როგორიც უნდა იყოს და როგორსაც გეგმავდი, თუ ეს გამოგივიდა, ესე იგი სწორი გადაწყვეტილება მიგიღია. ძალიან შემიყვარდა, არც მყარებია მანამდე არ არის, ისეთი მომხიბლელი ბიჭია, როგორ არ შემიყვარდებოდა. სიყვარული ყველაფერს ამარცხებს. დედა რო გავხდი, იმის მერე ყველაფერი გადავაფასე. და ყველაფერმა სულ სხვანაირი ფერიც მიიღო და სხვანაირი გამხადა მე. დედობა ჩემთვის მხოლოდ სტატუსი არა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, სიყვარული და ძალიან დიდი რაღაცა, რომელიც ენით არ გამოითქმება. ჩემთვის სიცოცხლეა დედობა. სუნთქვასავით ბუნებრივი და გულივით აუცილებელი. ორი სახლი მაქვს.
აფხაზეთში და სვანეთში, იმიტომ რომ უკვე აქ ეს ჩემი ბიჭები მყავს, მე სვანი ვარ, ტრადიციებს პატივს ვცემ, ეს მათი ფუძეა. ხესავით ადამიანი ფესვებიდან მოდის და შენი ფესვები თუ არ არის მყარად, ღირსეულად, მაშინ ნაყოფიც არ იქნება ისეთი, როგორიც საჭირო არის. საერთოდ ცხოვრებაში ყველა ეტაპი თავის როლს და თავის კვალს ტოვებს ადამიანის ჩამოყალიბებაში და შენი პიროვნების გაძლიერებაში, მე ასე ვთვლი. რა თქმა უნდა, პირველად აფხაზეთი იყო, მერე უცხო გარემოსთან რუსთავში შეგუება, შემდეგ სვანეთში ჩამოსვლა, მერე აქაური ტრადიციების და აქაური ხალხის ბუნების გათვალისწინება. ყველაფერმა ერთად ეტაპობრივად გაამაძლიერა და მე საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ, მე ასე მიმაჩნია. დედებს მინდა ვუსურო განსაკუთრებულად და საერთოდ ზოგადად ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, ჭრელკაბაში დავბერებული ვიყავით ყველა დედა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დანარჩენი ყველაფერი ძალიან უმნიშვნელოა ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველაფერი დაძლევადია. მთავარია არასოდეს არ შეეპყოთ სიძნელეებს. შენ ძლიერი ხარ, უნდა უთხრა შენ თავს და მაშინ ყველაფერი აუცილებლად გამოვა.